საქართველოსა და იაპონიას შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერების მიზნით თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნეს ფორუმი ჩატარდა. ღონისძიება სახელწოდებით იაპონური ბიზნესი საქართველოში ხიდი შუა დერეფნისკენ TBC კაპიტალთან პარტნიორობით გაიმართა. ფორუმის ორგანიზატორები იყვნენ იაპონიის საელჩო საქართველოში, საქართველო-იაპონიის ბიზნეს ასოციაცია და იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციის სტამბოლის ოფისი. ღონისძიებამ 100-მდე მონაწილე გააერთიანა, მათ შორის წამყვანი ქართული და იაპონური კომპანიები, ინვესტორები და საჯარო მოხელეები. ბიზნეს ფორუმის ფარგლებში რამდენიმე საკითხზე იმსჭელეს. განიხილეს საქართველოს საინვესტიციო გარემო და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განახლებადი ენერგიებისა და ლოგისტიკური მიმართულებით. კონფერენციაზე ხაზი გაესვა საქართველოს მზარდ როლს საერთაშორისო გადაზიდვებსა და მიწოდების ჯაჭვებში. ოფიციალური პროგრამის მიღმა გაიმართა არაფორმალური სესიებიც, რაც იაპონურ და ქართულ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს დაამყარონ ახალი კონტაქტები, განიხილონ სამომავლო პარტნიორობა და განსაზღვრონ თანამშრომლობის მიმართულებები სხვადასხვა სფეროში. გაიმართა საქართველო-იაპონიის ბიზნეს ფორუმი და პრინციპში ამ ფორუმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის, რომ ხელი შეუწყოს საქართველოს და იაპონიის ურთიერთობებს ეკონომიკურ პარტნიორობას. ამ დროს დღევანდელ გარემოში ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ეკონომიკური პარტნიორობები სულ უფრო დივერსიფიცირებული იყოს, რაც შეიძლება მეტ ქვეყანასთან, წამყვან ეკონომიკასთან ჰქონდეს საქართველოს ძლიერი პარტნიორული ურთიერთობა და იმედი მაქვს, რომ ეს ფორუმი ზუსტად მაგას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება იმას, რა თემები დაიფარა თემები ბიზნეს გარემოს შესახებ ვისაუბრეთ, ინვესტიციების, საინვესტიციო გარემოს შესახებ, რა შესაძლებლობები არსებობს, სად არის თანაკვეთა საქართველოსა და იაპონიის ინტერესებს შორის, ასევე ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორი არის ინოვაციები, ტექნოლოგიები ქვეყანაში, რა როლი აქვს შუა დერეფანს საქართველოს ეკონომიკაში და ზოგადად გლობალურ ეკონომიკაში, ასევე იაპონიისთვის არის თუ არა ეს მნიშვნელოვანი და შეეხო, რა თქმა უნდა, საუბარი განახლებად ენერგიებს, რომელიც დღევანდელ გარემოში ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად სულ უფრო მნიშვნელოვანია და საქართველოს, რა თქმა უნდა, პოტენციალი აქვს იმის გათვალისწინებით, რომ შავი ზღვის კაბელი კიდევ ერთი ინსტრუმენტია, რომელთაც ჩვენ შეგვიძლია, რომ ჩვენი ენერგია გავიტანოთ საქართველოს ფარგლებს გარეთ, მას მერე რაც ინფრასტრუქტურა ამ ყველაფერში შეგვიწყობს ხელს. I am very happy to successfully ეს ფორუმი უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ახლახან იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ქალბატონმა ტაკაიჩიმ წამოაყენა ინიციატივა ცენტრალური აზია პლუს იაპონიის დიალოგის ფარგლებში. მან წარადგინა მთელი რიგი პოლიტიკური ინიციატივები შუა დერეფნის განვითარების ხელშესაწყობად. საქართველო კი ამ შუა დერეფნის უმნიშვნელოვანესი საყრდენია. დღეს ჩვენ განვიხილეთ მრავალი პრაქტიკული გეგმა და ბიზნეს შესაძლებლობა ამ საკითხთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, რომ იაპონური ბიზნესები აქტიურად შეუერთდებიან ამ ინიციატივას და მჭიდროდ ითანამშრომლებენ ქართულ ბიზნესთან. წარჩინები ჩაიარა საქართველო-იაპონიის ბიზნეს ასოციაციის და საქართველოში იაპონიის საელჩოს ხელშეწყობით ფორუმმა, რომელიც საფუძველს აძლევს კიდევ საქართველოში ჩვენი მეწარმეების პროდუქციის ექსპორტზე გადანის იაპონიაში და იაპონიის სხვადასხვა პროექტებში ინვესტიციის განხორციელებას ხელს შეუწყობს, აგრეთვე ეს პლატფორმა შეიქმნება, რომელიც ორივე მხარეს გაუმარტივებს ბიზნეს ორივე ქვეყანაში და ფაქტიურად ის ხიდი, რომელსაც საქართველოს და იაპონიის ბიზნეს წარმომადგენლები აშენებენ, ეს ფაქტიურად წარმატებით დასრულდა.